28 ნოემბერი ახლოვდება, 28 ნოემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია თანამედროვე დღევანდელობის საქართველოს ისტორიაში. გასული წლის 28 ნოემბერს იცით თქვენ რომ საზოგადოებამ იხულა და გამოვარდნენ მოქალაქეები ქუჩაში და 1 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც უწყვეტად დგას ქართული საზოგადოება რუსთაველის გამზირზე, ასე ვიტყვი, თუნდაც მისი მოცემულ ეტაპზე მცირე ნაწილი, მაგრამ ბევრს, ძალიან ბევრზე ბევრს, რაც საკვირველია გასიგრძეგანებული აქვს, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე საბოლოოდ დააღალატა ეს ქვეყანა, უღალატა და ამ ქვეყანას და ცდილობს ამ ქვეყნის საქართველოს გარდაქმნას რასიად, რუსეთად ან გრუზიად თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, ანუ ქართული სახელმწიფო არ იქნება მის ხელში, ვერ შედგება მის ხელში, მთლიანად რუსეთული სახელმწიფო იქნება ჩვენი ქვეყანა, თუ იქნება ის საერთოდ, თუ იმას იმ წარმონაქმნს, რასაც შექმნასაც აპირებს ბიზნა ივანიშვილი პერსონალურად, საერთოდ შეიძლება ეწოდოს ქვეყანა და რეალურად კი ეწოდება ისი თქვენ ტერიტორია, რუსეთის უკანაეზო ბოსტანი და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერს ამოშანთავს ბიზნა ივანიშვილი, მათ შორის არაერთხელ ვისაუბრია იმაზე, რომ ამოშანთავს წარსულსაც, აწყოსაც, მომავალსაც სპობს, იდენტობას გვაკარგინებს, თავისუფლების ბრძოლის ჟინს ჩეხავს, სპობს, ანგრევს და ასე შემდეგ, ანუ ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების მოცემულ ეტაპზე, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და აი ქართლად უკვე ფრიადი ქვეყანა ვეღარ აღირაცხების ის წარმონაქმნი, რომელიც რუსეთად გარდა იქმნება, რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძვის და რუსეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში არის, რაც არ უნდა მერკანტილური, ან რაც არ უნდა კონკრეტული ამოცანები იყოს მის წინაშე გადასაწყვეტი, თუნდაც მნიშვნელოვანი კონკრეტული ამოცანები. მაგრამ მე ახლა ამ თემაზე არ ვისაუბრებ თქვენის ნებართვით. მე ვისაუბრებ იმაზე, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი და მე ვუდასტურებ ეგრა მაგის პასუხია უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, პატივისცემას უკლებლივ ყველას, დამოუკიდებლად იმისა წარსულში, როგორი გასთა სხვადასხვაობა გქონია მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთგვარად მე ვაგრძელებ გულახდილად გეტყვით თემას, რომელიც წინა ვიდეო ბლოგში შემოგთავაზეთ ერთობის თაობაზე. დიახ, მე მგონია, რომ როდესაც ბიზნა ივანიშვილი დასრულდება, პოლიტიკოსთა 90-მა ვთქვათ, ან 80%-მა ხელთათმანები უნდა დაკიდოს ლურსმნებზე და წავიდეს პოლიტიკიდან და ასპარეზი უნდა მისცეს ახალგაზრდობას. მე მართლა ასე ვფიქრობ, ახალგაზრდობას პოლიტიკაში ახლად შემობიჯებულებს უნდა მისცეს ასპარეზი, ოღონდ კვლავ მიმეორებ, როდესაც ეს ამოცანა, როგორც ასეთი ბიზნა ივანიშვილის რუსის დამარცხებისა იქნება შესრულებული. და ამ თვალსაზრისით პოლიტიკოს პატიმრებს ყველას უკლებლივ, ან გარეთ მყოფ პოლიტიკოსებს ხო უზარმაზარი ერთმანეთზე მეტი როლი, მისია თუ ფუნქცია ენიჭებათ ამავდროულად, რასაკვირველია ვლაპარაკობთ ერთობაზე, როგორც ასეთზე, ეს ერთობა უნდა იყოს ღირებულებების, პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო და არა პერსონების გარშემო, დამოუკიდებლად იმისა, რამდენად ქარიზმატულია არის თუ იქნება, სადღა იქნება ვინმე ქარიზმატული ჩვენ სინამდვილეში, მაგრამ ესა თუ ის პერსონა ქარიზმატული იყო თუ არის ქარიზმატული. ამიტომ ერთობა უნდა იყოს პრინციპების, ღირებულებების გარშემო. აი სწორედ ღირებულებებზე მინდა ყურადღების გამახვილება თქვენის ნებართვით, ჩემი მოსაზრებით, ჩვენ არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია ეს, მაგრამ ვიხმარავ ამ ტერმინს, ჩვენ შესაქმნელი გვაქვს ადრე თუ გვიან რასაკვირველია კიდევ ერთი რესპუბლიკა, მე ამ აზრზე ვარ, ეს იქნება ალბათ რიგით მესამე რესპუბლიკა, რიგით მესამე და საბოლოო რესპუბლიკა, მაგრამ ეს რესპუბლიკა უნდა დაფუძნებული უნდა იყოს რიგ პრინციპებზე და აი აქედან გამომდინარე ვიხმარე ამ ტერმინს, რაშიც ეჭვმეპარება რამდენად სწორია, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მაგნა კარტა. თავისუფლების დიდი ქარტია, შექმნილი ბრიტანეთში მე-13 საუკუნის დასაწყისში, 21 საუკუნის უხეშად 20-იანი წლების მიწურულისკენ, მაინც 27-ში, 28-ში, 26-ში, 29-ში, ხო? მოკლედ, რომელიღაც ეტაპზე ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფლების დიდი ქართული, ასე ვიტყვი, ქართულ ენაზე დაწერილი ქარტია, რომლის საკვანძო წინადადებები, საკვანძო აზრები არის უამრავი, ბევრი პოსტულატ, ბევრი პრინციპის ჩადება შეიძლება ამ თავისუფლების დიდ ქარტიაში, რომელიც ყველა სფეროს შეეხება. მაგალითად, შეეხება მიწის საკუთრებას,
იმ მე-13 საუკუნის დასაწყისის ბრიტანული მაგნა კარტასი არ იყოს ეხება გადაადგილებას, გადაადგილების უფლებას, შესაძლებლობას და ასე შემდეგ, მოკლედ ამაზე სამუშაო ეკონომიკას რასაკვირველია შეეხება ჩვენ თანამედროვე მოთხოვნების, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით უნდა იყოს შექმნილი ეს თავისუფლების დიდი ქარტია, მაგრამ ქართული ქარტია, მაგრამ ერთი და მთავარი რაც უთუოდ უნდა ჩაიწეროს თავისუფლების ახალ ქარტიაში თუ მას მაინც და მაინც შევხვდით და მივგორდებით, მივალთ ამ თავისუფლების ქართულ ქარტიამდე, ახალ ქარტიამდე, დიდ ქარტიამდე, ქართულ მაგნა კარტამდე, ეს უნდა იყოს, რომ საქართველო ყოველთვის იყო, წარსულზე რო არ ვილაპარაკოთ, არის და მომავალშიც იქნება ანტირუსეთული სახელმწიფო. ეს უნდა იყოს აი მთავართა შორის მთავარი პრინციპი. ეს უნდა იყოს ღერძთა შორის ღერძი. ყოველ შემთხვევაში აქ შეგვიძლია განმარტება გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთი ესოდენ იმპერიულია ყველას, ხას უსვამ ყველას და მათ შორის საქართველოს წინააღმდეგას. ანუ საქართველოს წინააღმდეგ სულ რომ არ იყოს იმპერიული, მაგრამ იყოს იმპერიული მოლდოვის, სომხეთის თუ ყაზახეთის თუ უკრაინის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაშიც კი საქართველო რჩება თავისუფლების ერთგულ სახელმწიფოდ და თავისუფლების ერთგული სახელმწიფო იქნება ყოველთვის ანტირუსეთული, ანუ ანტიიმპერიული, როგორც ასეთი. Რაღაცა მსოფლიოში მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში არის ერთადერთი იმპერიის სახელმწიფო რუსეთის სახით, ამიტომ ამ თავისუფლების ქარტიაში სწორედ აი ესე სახელდებულად რუსეთი უნდა იყოს მითითებული, არანაირი კოოპერაცია კონცეპტუალური არ უნდა მოხდეს, არ უნდა იყოს დაშვებული რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის არც კულტურული, ეგრეთ წოდებული კულტურული, არც სპორტული, მაგალითად სპორტული კოოპერაციები, კულტურული კოოპერაციები, ეკონომიკური კოოპერაციები, პოლიტიკურ და უსაფრთხოების მიმართულებით კოოპერაციებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდებს დაავუკრძალოთ ღვინის გატანა მოსკოვსა თუ პეტერბურგში, ომსკსა თუ მურმანსკში, ჩელიაბინსკში, ხო, ვლადივოსტოკში, ვლადიკავკაზში. ინდივიდებს ამას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ უკლებლივ ყველა სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ანტირუსეთული და თავისუფლების სადარაჯოზე უნდა იყვნენ მართველები. ვინც ხელს მოაწეს და ეს თავისუფლების ქარტია სავალდებულოდ ხელმოსაწერი რასაკვირველია ვერ იქნება, მაგრამ თუ იქნება საყოველთაო კონსენსუსით მიღებული პოლიტიკოსების და არა მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ, ისინი უნდა მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ხოლო ყველა სხვა ჯგუფი მარგინალური უნდა იყოს. გამარგინალდეს მათ მოკვეთას არ ნიშნავს გამარგინალება, მაგრამ თავისუფლების ქარტიის მოწინააღმდეგეები ეს აზრები უნდა იყოს ნაკლებად ტირაჟირებული, ერთგვარი დასაცინი, სწორი სიტყვა ალბათ, ერთგვარად სამარცხვინო უნდა იყოს ყველა გოგა ხაინდრავას მოსაზრებების ტირაჟირება მედიის საშუალებებში. რასაკვირველია, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ Facebook-ზე პოსტონ, მაგრამ რამდენადაც არ იქნებიან თავისუფლების ქარტიის მომხრენი, ქართული ქარტიის მომხრენი, ხელმომწერნი, შესაბამისად ბიზინა ივანიშვილები, მათი ლაიქების ოდენობა ვუტრირებ ცხადი, იქნება 2 და არა 2022. კარგად ჩამოვაყალიბე, მე მგონი კარგად ჩამოვაყალიბე. ჩვენ შესაქმნელი გვაქვს ახალი რესპუბლიკა, ჩვენ შესაქმნელი გვაქვს ჩემი მოსაზრებით თავისუფლების ახალი ქარტია, ქართული ქარტია, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, საყოველთაო ქარტია, რომელიც იქნება ჩვენი კონსენსუსის საფუძველი და რომლის ღერძიც იქნება სწორედაც რომ ამგვარი ამ შინაარსის წინააღმდება საქართველო არის და იქნება თავისუფლების სადარაჯოზე. საქართველო მანამ ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთი ესეთი იმპერიულია, რომელსაც სურს საქართველოზე რევანში, რომელსაც საქართველოს დასუსტება უნდა და ასე შემდეგ, საქართველო არანაირ სახელმწიფოებრივ დონეზე კოოპერაციაში არ შედის და მოქალაქეებსაც კი არ მოუწოდებს, მაგრამ იმგვარ სულისკვეთებას ნერგავს ნებისმიერი მისი ხელისუფლება, იმგვარ სულისკვეთებას ნერგავს საზოგადოებაში, რომ ერთგვარად სამარცხვინოც კი იყოს კოოპერაცია კონცეპტუალური მით უფრო, არა ტაქტიკური, არამედ კონცეპტუალური კოოპერაცია რუსეთის იმპერიასთან, რომელიც იმპერიაა ნებისმიერ შემთხვევაში, ის არის პოსტსაბჭოთა, ის არის პოსტპუტინისტური, ის არის პუტინისტური თუ პოსტპუტინისტური და ასე შემდეგ.
და ასე შემდეგ. ეს არის საკვანძო წინადადება. მაგრამ მეორე რაც არ ვიცი რამდენად თავისუფლების ქარტიაში, მაგრამ რაღაც დოკუმენტში ჩასაწერი არის და სრულიად ახალ ამ რამეს ვიტყვი ახლა, ვერ თქმულს, ვერ ამოთქმულს მეორის მიერ, ალბათ მეორის მიერ ნაფიქს, მაგრამ მაინც. ნახეთ რას ვიტყვი. ჩვენთან არის პრობლემა ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისა. ედუარდ შევარდნაძე მოვიდა 92 წელს, წავიდა 2003 წელს, 11 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მერე ვარდების რევოლუციით მოხდა მისი ბოდიში, მის მომხრეებთან გაგდება. ზუსტად გამსახურდია ცხადი არ ვეხებით, იმიტომ რომ მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არასრული 8 თვე თუ 7 თვე გაძლო პრეზიდენტად და მერე გააგდო რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსეთმა გააგდო. გადატრიალება მოაწყო. შევარდნაძიდან დავიწყოთ 1912-დან 2003-მდე არის ის მმართველი. 11 წელი ბევრია ჩვენ სინამდვილეში, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით. მიხეილ სააკაშვილი მოდის 2003-2004 წლებში და პრეზიდენტი უკვე აღარ არის 2013 წელს. ანუ ასე რომ ამბობენ ხოლმე 9 წელიწადი. თუ გელავ სისხლიანი დავარქვათ, მე პრობლემა არ აქვს. სისხლიანი 9 წელიწადი, რეალურად ეს არ არის სისხლიანი 9 წელიწადი, მაგრამ მაინც 9 წლის განმავლობაში იყო ის მმართველი, ნაციონალური მოძრაობა მმართველი. აღმოჩნდა რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ერთი მხრივ რეიტინგი, მეორე მხრივ ნდობის რეიტინგი, მესამე მხრივ რეპუტაცია და მეორე 4 თუ მე-5 მხრივ მანაც ბევრი შეცდომა დაუშვა, სწორედ აი ბოლო წლებში 2007-დან მეთქი ასე ვიტყვი, 7 ნოემბერი იყო უზარმაზარი შეცდომა, მაგრამ აი 2008-დან 2009-დან ომის შემდგომ პერიოდში 2012-მდე კიდევ უფრო მეტი და მეტი ეს ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ ტრავმირებული იყო თლიანად ქართული საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლებაც და მაშინდელი ხელისუფლებაც და გასაკვირი საწყენი კი არის, მაგრამ გასაკვირი ნაკლებად არის. ეს ხელისუფლებაც წოდებული ბანდა უკვე ყველა რეკორდს ხსნის და რეკორდს ხსნის ერთია 2012-ში მოსული 1 ოქტომბერს. ხო, ხა 2025-ია, უკვე 13 წელია, 2026 დადგება, 14 წელი გავა მალე, ერთ წელიწადში რაც ის ხელისუფლებაშია, ყველა რეკორდი მოხსნა, ეს ერთი ამბავია და მეორე ამბავია, რომ ისე წარმოაჩენს, რომ ის წასვლას არც ადაპირებს ერთ-ერთმა დეპუტატმა დაწოდებულმა ჭავარიანია თუ არ ვცდები გვარა თქვა, რომ უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ არ წავალთ არც არჩევნების გზით, ეს წამოწნენა კი არ არის, ეს ასე ფიქრობენ. ამათი ნაწილი მაინც ასე ფიქრობს ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ სიტყვაზე უარს იტყვის თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია, ასე ფიქრობს ეს ვინმე მაჭავარიანი ჭიაღუა კი არა. აი არაჭიაღუები რო არიან ქართულ ოცნებაში ისინიც. ამიტომ ესენი წასვლას არც აპირებენ რომელიღაც ეტაპზე რომ უთხრა რომ აი კიდე 25 რომ შეიქმნას ისეთი ვითარება რომ 25 წელი კიდევ დარჩნენ ხელისუფლებაში, აი გამოუვათ რომ 39-40 წელია ხელისუფლებაში არიან და სიამოვნებით მოაწერს ხელს ამაზე ასე მაგალითად ზარქუა, რომელსაც ეგონება რომ 4 წლის მე-7 თვეს ივანიშვილი მას დეპუტატად ისევ აირჩევს. რა მნიშვნელობა აქვს დეპუტატი იქნება თუ არა შეჭაღარავებული ირაკლი ზარქუა, ის ბანდიტად დარჩება ხელისუფლების ერთიანი სისტემის როგორც ასეთის ქვენაწილი, ჭანჭიკი იქნება ყოველთვის მოწყობილი, მორგებული ამ ხელისუფლებასთან, შეთამაშებული ამ ხელისუფლებასთან, თავისი უხეშად ლაპარაკობ 2 მილიონი დოლარი წლის განმავლობაში. საკმარისია? რა საკვირველია? საკმარისია. აი ეხლა ამ თავისუფლების დიდ ქართულ ქარტიაში არ ვიცი რამდენად, მაგრამ სხვა რომელიმე დოკუმენტში ჩემეულ მოსაზრებას გთავაზობთ, ფრიად თამამს ეგ რა მაგის პასუხია, უნდა ჩაიწეროს შემდეგი რამ. 2 წერტილი. დემოკრატიული არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ერთ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა, მეორე შემთხვევაში ღმერთმა დაგვიფაროს და ასე არ დამოხდეს ცხადია, მაგრამ მაგალითად ქართული ოცნება, სხვა შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია, კიდე სხვა შემთხვევაში ფედერალისტები, ახალი, არაახალი, ძველი, არაძველი, კარგი, არაკარგი, ცუდი, არაცუდი. არ შეიძლება წინააღმდება უნდა იყოს ახლობით ასე ფორმულირებული, არ შეიძლება ხელისუფლებაში რჩებოდეს უმეტეს 8 წლისა. აი მე-9 წელს, ანუ 2 ვადისა, როდესაც მე-9 წელს თუ მე-8 წლის ბოლოს ჩატარდება არჩევნები იმ პოლიტიკურ ძალას, ეს არ ვიცი, კონსტიტუციაში რამდენად შეიძლება ამის ჩაწერა, ალბათ უფრო არა, მაგრამ რაღაცა შეთანხმებაში უნდა იყოს ჩაწერილი და ყველა პოლიტიკოსმა უნდა მოვაწეროს ხელი, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ხო, ასე უნდა თქვა. მე-9 წელს რო დაიწყება არჩევნები, ეს პოლიტიკური სუბიექტი იღებს ვალდებულებას, როგორ აუგზავნავ ეხლა, აი ლელოა
მაგალითად 2032 წელია პირობითად, ხო, ანუ ორი არჩევნების შემდეგ და ლელო მოვიდა მაშინ ხელისუფლებაში, მამუკა ხაზარაძეს ჭაღარა წვერი კი არა აქვს, უკვე აბსოლუტურად თეთრი წვერი აქვს, ბადრი ჯაფარიძემაც მოუშვა წვერით, ასაკში შევიდნენ ორივენი, რაღაცა ახალებით წამოვიდნენ მათ იმაში და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ შეიძლება 8 წელიწადი დატოვა მამუკა ხაზარაძე და მე მე-9 წელს გრიგოლ გეგელიას უკვე იმხანად ჭაღარა შერეულს უთხრა რომ შენ აღარ უნდა იყო ხელისუფლებაშიო. შეცდომა დაშვებული რომ წარ გქონდეს მაინც გრიგოლ გეგელიას. როგორ და ეს უნდა იყოს რაღაცა ქარტია ხელშეკრულების ნაწილი და საარჩევნო რეგისტრაცია არ უნდა გაიაროს ამ სუბიექტმა. საარჩევნო კომისია ამას ვერ აკრძალავს, ამ საარჩევნო რეგისტრაციას ვერ აკრძალავს, მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა მოაწერონ ხელი და უნდა თქვან რომ მე ჩვენი პოლიტიკური პარტია, მე დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მე დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი, მე დამფუძნებელი გიგა ბოკერია, მე დამფუძნებელი შალვა ლანთელაშვილი, მე დამფუძნებელი ნიკა გვარამია, თუ ასე შემდეგ სურა ჯაფარიძე, რა ვიცი, იაგო ხვიჩია, იაგო ხვიჩია, ხო არა? ხო ხვიჩია. ხო იაგო ხვიჩია, მე აღარ თუ გავიმარჯვე 8 წელიწადი დავრჩები და მე-9 წლის დასაწყისში არჩევნები ჩატარდება, ჩემი გირჩი არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში ერთმადას მაინც გამოტოვებს, ხო ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რომ 1-4 წლები მაინც უნდა გამოტოვოს. ეს გადაგვაზღებს კიდევ უფრო მეტი შეცდომისაგან, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს მოსდით და ბუნებრივად მოსდით მართველობის მე-6, მე-7 და განსაკუთრებით მე-8, მე-9 წლის თავიდან წლის თავზე, ხო? ეს გადაგვაზღებს რომ რომელიმე მართველს არ წაუცდეს ხელი ავტორიტარიზმისკენ და ეს ხელი ამწუხაროდ წაუცდა პრაქტიკულად ყველას მომიტევონ ზვიადის მომხრეებმა, ზვიადსაც კი წაუცდა თუმთლად ობიექტურები ვიქნებით, ედუარდსაც კი წაუცდა, როცა კონცენტრაცია მოახდინა, მაგრამ მალევე დაამუხრუჭა ზვიადმაც დაამუხრუჭა სხვადასხვის, მიშასაც წაუცდა და ივანიშვილს ხომ წაუცდა და გადაუცდა და გადმოუცდა და ყოველთვიურში გადაეზარდა ერთგვარი ციკლია მისი ეს შეცდომები თვეში ერთხელ. ხო და აი ამას ვამბობ, რომ იქნება და საარჩევნო რეგისტრაცია არ გაიარონ სუბიექტებმა და ეს რომელიმე დოკუმენტში ჩავწეროთ. ეხლა წარმოიდგინეთ რა კარგი სიმბიოზი გამოდის. რა კარგი სიმბიოზი ალბათ არასწორი სიტყვაა, რა კარგი ორი პრინციპი გამოდის. ერთის მხრივ თავისუფლების ახალი ქარტია ქართული, რომელშიც ყველა პოლიტიკოსი აწერს ხელს შემდეგს, რომ მე არასოდეს გავატარებ რუსულ პოლიტიკას საქართველოში. რუსეთი არის ჩემი ისტორიული მტერი, გახანგრძლივებული მტერი ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ მას აქვს იმპერიული ზრახები ყველას მიმართ და მათ შორის საქართველოს მიმართაც, ამას აწერს ხელს ყველა და ისეთი დოკუმენტია, რომ აი ყველა მოაწერს ხელს, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, სხვა შორის არამედ მომავალი პოლიტიკოსებიც ან საჯარო პირები, საჯაროს გასული უნდა იყოს შეიძლება ეს თავისუფლების დიდი ქარტია და რო დაიბადება ან 16 წელს რო გახდება მაზეგ ვიღაცა ახალი, იმასაც შეიძლება მოაწეროს ხელი. ერთის მხრივ ეს და მეორეს მხრივ პოლიტიკოსები ამბობენ ღიად, რომ 8 წელზე მეტი მე არ გავჩერდები ხელისუფლებაში, გამოვტოვებ ერთ ციკლს, როგორც ასეც მოვიდეს 4 წლის განმავლობაში ან 8 წლის განმავლობაში ვიღაც სხვა, 4 წლის განმავლობაში დავისვენებ, განვახლდები, ახალ სისხლს გადავისხამ, ახალ სტრატეგიებს შევიმუშავებ, დავფიქრდები წარსულ შეცდომებზე და ასე შემდეგ და მე დაუბრუნდები პოლიტიკურ სისტემას. ეს წარმოიდგინეთ ასე რომ იყოს და იყოს თუნდაც დროებითი ეს აი მაგალითად 30 წლიანი შეთანხმება ქართული საზოგადოებისა, მაგალითად, ხო? ეს იქნება პერფექტ, ეს იქნება ძალიან კარგი, გადაგვაზღებს ავტორიტარიზმისაგან და დიქტატურისაგან აგრეთვე და 2020 აი ეს სისტემა რო არსებობდეს 2028 წელს რო არ კონდეს ქართულ ოცნებას არჩევნებში მონაწილეობის უფლება პარტიას როგორც ასეც, ხო? იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ თემაინც გეცოდინებოდა, რომ იმას ვეღარ აირჩევ, არამედ ვეღარც აირჩევ, არ არის. გაქრა. საარჩევნო რეგისტრაცია არ აქვს. ეგრა მაგის პასუხია, შეიძლება ეს კიდე დასახვეწია, რასაკვირველია, შეიძლება ეს შეეხოს ინდივიდებსაც. ან კიდევ უფრო შორს წავალ ინდივიდებსაც, აი მე ირაკლი კობახიძე სხვა პარტიის სახელითაც კი არ მივიღებ მონაწილეობას 4 წლის განმავლობაში. კობახიძეზე რატო ლაპარაკობ კონკრეტულად, აი გავარებოთ ამ ბანდით თავი. მე ხაზარაძე არ მივიღებ. მე რაღაც ნიკა გვარამი არ მივიღებ. 8 წელი ხო ვიყავი, პერსონალურად მეც დავისვენებ, არა მარტო ჩემი
პარტია. ეკლესიაც ეგრა მაგის პასუხი ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. არა იმდენად ეკლესია, არამედ ყველა კონფესიური ერთობა შეიძლება იყოს ამ პროცესში ჩართული გარკვეულწილად დასახვეწია, დასაფიქრებელია, რასაკვირველია, მაგრამ მაინც. და კიდევ ერთი პოსტულატი. ესეთი რამის თქმაც შეიძლება. რაღაცა ზღვრული თანხა, ზღვრული რიცხვი უნდა ავიღოთ. მაგალითად არ ვიცი 50 მილიონი მე მგონი ბევრს ვამბობ მაგრამ მაინც აი 10 მილიონი მაგალითად დოლარი ლარი 10 მილიონი კაპიტალის ფლობელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება როგორც ასარჩევებს არ აქვთ და არ აქვთ უფლება რომ დააფინანსონ ჩვენი მაგნა კარტაში შეიძლება ამგვარი რამეც ჩაიწეროს დააფინანსონ პოლიტიკური სუბიექტები 50 ალბათ 10 ცოტა 50 მილიონი ან რაღაცა ინტერესი გაატარონ მოკლედ რაღაცა პრინციპების ჩამოყალიბება შეიძლება რაც ოლიგარქიატისაგანაც კი დაგვაზღვევს უფრო შეიძლება არა სრულად მაგრამ დაგვაზღვევს უფრო იმიტომ რომ ამ ოლიგარქებს მაქსი ოლიგარქებს თუ მინი ოლიგარქებს ბუნებრივია თავისი ინტერესი აქვთ რატომ მოვიდა ბიზინა ივანიშვილი გარდა ყველაფრისა მოვიდა იმიტომ თვითონ ყოფილიყო უფრო მყარად რატომ მოიყვანა ეს ბანდიტები იმიტომ რომ არავინ არ შეხრებოდა ყველა ერთად გარდა იმისა რომ რუსეთს აგენტია და რაღაც შიზოიდია ცოტა ზემერად მაგრამ მაინც ხო ყველა ერთად იმიტომ რაღაც კალდეა ეშენებინა მე ჩანჩქერი ჩამოეშვა იმ ყდეზე და არ აძლევდა უფლებას ეს მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ შემთხვევებში მაინც და გააბრაზდა აბა მართლა კი არ უყვარს ამ ბიზინა ივანიშვილს საქართველოს ესეც ხო არის ხო და იქნება გადავაზღვიოთ რაღაც ამაზე მე ეს ზოგადი იდეებია ზოგადი მოსაზრებებია ცხადია თუ მივალთ აქამდე ხო ამ ყველაფერში უნდა ჩაერთოს იურისტები უნდა ჩაერთონ კონსტიტუციონალისტები კონკრეტულად ზოგადად იურისტები ფილოსოფოსები ფილოსოფიური გააზრებაც სჭირდება საფუძვლებია საჭირო მოიძიო სოფლიოს ფილოსოფიურ საწყისებში ასე მაგალითად ხო და თქვა რომ ამას ამ ფილოსოფიურ გააზრებას ვეყრდნობი მე თქვა ამ წარმოვაჩინოას და ასე შემდეგ ბოდვითია იდეა ყველა ბოდვითი იდეა ხორც შესხმული შეიძლება იყოს თუ სწორედ სწორედ შეასხავ მას ხორც სწორედ შეფოთლავ მას სწორე იქნება ეს მიწოდებული საზოგადოების და სწორე იქნება გაწერილი რაც თავად ჩვენ გვჭირდება ჩვენი მაგნა კარტა ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავისუფლების დიდი კარტია და ის თავისუფლების დიდი ქარტიის თავარ პრინციპი კი უნდა იყოს ჩვენ ვართ თავისუფლების სადარაჯოზე ჩვენ ვართ საქართველო ჩვენ ვართ ანტირუსეთული საქართველო სანამ რუსეთი ასეთი იმპერიულია ჩანს ის იქნება კიდევ კარგა ხანი არ ვიცი ცოტა ხანი მაინც სხვათა შორის ბარემ ვიტყვი ამ ვიდეობლოგის მიწურულს ჩვენ მაინც მივგორავთ კაცობრიობას გულისხმობ ამგვარი რუსეთის დასრულების ეპოქის დადგომამდე თუ სოფლიომ გაისიგრძეგანა რომ არა მარტო ერთ ფრონტზე ტოჰავკების უკრაინისათვის მიცემით არამედ კონცეპტუალურად უნდა დაამარცხოს რუსეთიდან მე მგონი მივდივართ აქამდე ამ შემთხვევაში ახლოვდება წამი იგი შესანიშნავი რუსეთის იმპერიის დანგრევისა ოღონდ ამასთან დანგრევისა სამუდამოდ რეინკარნაციის ხო რეინკარნაციის როგორც ასეთის გარეშე ეს არ არის ერთი დღის და ორი დღის საქმე ეს არ არის 2 წლის საქმე აქვე გეტყვით მაგრამ ეს დიდი საქმეა ეს ის საქმეა რაც უნდა მომხდარიყო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რაც არ მოხდა და კი ამიტომაც და მიეცა რუსეთს შანსი და კი ამიტომაც ის დაუბრუნდა მსოფლიოს დღის წესრიგს და დაუბრუნდა საკუთარი იმ ტყავს რომელსაც იმპერიული ტყავი ჰქვია ჩვენ მივდივართ აქამდე მაგრამ აი ვიდრე ეს მოხდება და კი გითხარით რომ ეს არ მოხდება 2-3 წელიწადშიც კი რაოდენ 3 წუხაროც არ უნდა იყოს ჩვენ მივდივართ აქამდე და ამ პერიოდში მაინც უნდა ვთქვათ ითქვას ხმამაღლა ვიდრე მივა მთელი მსოფლიო რომ საქართველო არის იმპერიის მოწინააღმდეგე სულისკვეთების ქვეყანა ვაწერთ ხელს მე შენ მე ყველანი ერთად და ასე შემდეგ გახსნილია ეს ხელშეკრულება კი არა ეს მაგნა კარტა ქართული და ასე შემდეგ ქვენაწილი იქნება თუ არა არჩევნების თეობაზე საუბარი შეიძლება სხვა დოკუმენტი იყოს მაგრამ ის კი გადაგვაზღვევს რომ ჩვენთან მოვიდნენ რუსები პრორუსები ქართულგვარიანი რუსები ბიზინა ივანიშვილები ოლიგარქები და აი ეს ტიპები რომლებიც ამ ქვეყანას ვაგლახრომ უღალატეს ნახვამდის